ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო ქართული ღვინოს პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. დეგუსტაციას პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ პირველ რიგში საქართველოს ღვინის აგენტოს ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი კომპანია არის დღეს წარმოდგენილი. პოლონეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ქართული ღვინოსთვის. არის საკმაოდ დიდი ბაზარი, ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ პოლონეთიდან იქნეს გატანილი ღვინო ევროპის უფრო დიდ ფართო ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენი ღვინის მწარმოებლებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ღვინის, ქართული წარმოების საზღვარგარეთ გატანა, ამის ხელშეწყობა და მისი რეკლამირება, ასე ვთქვათ. ხალხთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ქვეყნების დაახლოებაში, ხალხური დიპლომატიის ნაწილში ღვინოს, ისევე როგორც ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და საქართველოს საელჩო, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს ნებისმიერ ქართულ მწარმოებელს, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გამოიტანოს, რაც შეიძლება მეტად გააცნოს საქართველოს ამ შემთხვევაში კონკრეტულად პოლონეთს და პოლონელ მომხარებლებს. ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე 4 წელია თანამშრომლობთ პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან PeoplePR-თან. წელს უკვე მეორედ დედაქალაქ იმასპინძლობს ქართული ღვინის გრან დეგუსტაცია, სადაც 24 კომპანია არის წარმოდგენილი. ეს არის კარგი საშუალება ქართული კომპანიებისთვის პირისპირ შეხვდნენ პოლონელ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს.